მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. დღეს ვისაუბრებთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ირანის დრონების თავდასხმის შესახებ. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს რეგიონში მოხდა რამდენიმე საათის წინ და გახდა ცნობილი უკვე დადასტურებულად, რომ სულ მცირე 4 ირანული დრონი იყო, რომელიც დაეცა, ან უფრო სწორად დარტყმა მიაყენა ამ დრონების მეშვეობით ირანმა ნახიჯევანის აეროპორტს, კერძოდ და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას. ერთი დრონი არის დავარდნილი თავად აეროპორტში, მის ადმინისტრაციულ შენობაში. ერთი დრონი კიდევ დადასტურებულად დაეცა სკოლასთან არც ისე შორს, თუმცა სკოლა მდებარეობს აეროპორტთან ეგრევე და შესაბამისად სავარაუდოდ სამიზნე იყო სწორედ აეროპორტი, მხოლოდ ერთადერთი სკოლა არ ამგონია რომ სამიზნე ყოფილიყო და აქ უნდა გავიაზროთ საერთოდ რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ საკმაოდ უცნაური არის ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა. ზოგადად მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია დღესაც გუშინაც რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმართულებით აპირებს ირანი გარკვეულ პროვოკაციას ან დარტყმას და საკმაოდ ლოგიკური გაგრძელება ამის პრინციპში აზერბაიჯანის მიმართულებით პირველი დარტყმის განხორციელება. საიდან მოდის ეს ვარაუდი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე? გუშინ ირანის მაღალჩინოსნებმა ერთ-ერთმა კერძოდ ისლამური რევოლუციის დამცველთა გუშაქთა კორპუსის ხელმძღვანელის მრჩეველმა განაცხადა, რომ მათი მიზანია შეზღუდონ ნავთობის მიწოდების გზები რეგიონში, მათ შორის ისრაელის მიმართულებით ნავთობის მიწოდების კონკრეტული მარშრუტები. და შესაბამისად ეს პირდაპირ უკავშირდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს, რადგანაც სწორედ ამ ნავთობსადენის მეშვეობით ხდება ნავთობის მიწოდება ბაქოდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით, თურქეთის გავლით, შემდეგ ჯეიჰანის პორტის მეშვეობით ხმელთაშუა ზღვაში და ისრაელში. ეს ნავთობსადენი ფარავს ისრაელის ნავთობის საჭიროებებს 30%-ით და შესაბამისად მნიშვნელოვანი როლი გააჩნია მას ისრაელის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, რომელიც ომის დროს გადაზრდილია უკვე მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოებაში. შესაბამისად, გამორიცხული ნამდვილად არ არის ირანის მიერ გარკვეული პროვოკაციები ამ მიმართულებით, გარკვეული ქმედებები, ლოგიკურიც კი იქნებოდა მათი სტრატეგიიდან გამომდინარე, რასაც აცხადებენ, თუმცა რა თქმა უნდა, აქ უკვე აღსანიშნავი არის აზერბაიჯანის და თურქეთის პოზიციები. კერძოდ, მათ გააჩნიათ სამხედრო შეთანხმება, რაც გულისხმობს იმას, რომ თავდასხმა აზერბაიჯანზე არის ასევე თავდასხმა თურქეთზე, თუმცა ახლა დღეს ისეთი ვითარება არის რეგიონში, მაგალითად, კვიპროსზე ბრიტანულ ბაზებზე რომ მოხდა თავდასხმა, ოღონდ ეს ბრიტანული ბაზები რაფ აკროწილი მაგალითად არ არის კვიპროსის ტერიტორია, კვიპროსის რესპუბლიკის, ეს არის ბრიტანეთის ტერიტორია ამ კუნძულზე. სუვერენული ტერიტორია არის ბრიტანეთის. შესაბამისად, იქ თავდასხმა არის ნატოზე თავდასხმა. თუმცა ნატოს მეხუთე მუხლი არ ამოქმედებულა არა იმიტომ, რომ ეს საკმარისი არ იყო ასამოქმედებლად, არამედ პოლიტიკური მზაობა ამის პრაქტიკულად არ ჩანს, რომ ნატო იყოს გარკვეულწილად ჩართული ამ ომში. მეორე მხრივ ნახეთ, რომ გუშინ ნატოს ძალებმა, შეერთებული შტატების ხომალდზე არის საუბარი, ჩამოაგდეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე მიფრინავდათ, ანუ სააერო სივრცეში. ესეც არ გახდა ნატოს მეხუთე მუხლის ამოქმედების კონკრეტული მიზეზი. თუმცა ეფექტური მხარდაჭერა აქ ნატოს კოორდინაციის ფარგლებში ასევე მოხდა. შესაბამისად, ზუსტად იგივე ლოგიკით, ნახიჯევანზე ეს დრონების თავდასხმა, ორი დრონის დავარდნა დადასტურებულია კადრებითაც, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომია სოციალურ ქსელებში. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს დრონების თავდასხმაც არ გახდა ამ მომენტისთვის მიზეზი თურქეთის და აზერბაიჯანის მიერ ერთობლივი სამხედრო მოქმედებების დაწყების და ამავდროულად აქვე აღსანიშნავი არის, რომ რეალურად თურქეთმა უკვე გააკეთა პირველი განცხადება და თქვა, რომ გმობს ამ ქმედებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა განცხადება, დაგმო ეს ქმედება, პრინციპში ძალიან სწორია, დროული, ეფექტური
საჭირო არის ასეთი დროული რეაგირება ამ საკითხებზე, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ გლობალური კონტექსტი, როდესაც ვაკვირდებით რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, მეტყველებს იმაზე, რომ შესაძლოა ომი ირიბად ასე გავრცელდეს ასევე სამხრეთ კავკასიაზე და კერძოდ ჩვენ თქვენთან ერთად საუბრობდით ამაზე და რისკები რა თქმა უნდა არის. გახსოვთ ბუფერულ ზონაზე რომ საუბრობდით თურქეთის მიერ დაგეგმილ ირანის ტერიტორიაზე, ასევე სამხრეთ აზერბაიჯანის კონცეფციაზეც ვისაუბრეთ. მნიშვნელოვანი არის ამაზე ახალი აქცენტების გაკეთება და ზოგადად ვეცდები გავაანალიზო ზუსტად რას უკავშირდება ეს დარტყმა. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და მოგიწოდებთ რომ რა თქმა უნდა მხარი დაუჭიროთ არხის განვითარებას, ამის გაკეთება შეგიძლიათ მოწონებით ამ ვიდეოს, დალაიქებით, ანუ კომენტარების დაწერით და ასევე შეგიძლიათ გაწევრიანდეთ არხზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკვე განაცხადა, რომ ეს ქმედებები არის დარღვევა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. ამავდროულად განაცხადა, რომ აზერბაიჯანი რჩება ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის იმედად მათი უსაფრთხოების და მხარდაჭერის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები არის. ეს ასევე უკავშირდება იმ მოვლენებს, რაც იმ კონტექსტში ხდება. აზერბაიჯანი დიდი ხანია ავითარებს მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ სამხრეთ აზერბაიჯანის კონცეფციასაც, ირანის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით აზერბაიჯანის და თურქეთის საზღვართან ცხოვრობენ 15-20 მილიონი აზერბაიჯანელი, ან მათ აზერიც უწოდებენ ასევე, თურქული წარმომავლობის ირანის მოქალაქეები, თურქულენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი არიან რეალურად და საგულისხმოა, რომ რამდენიმე დღის წინ, აი ომის დაწყების შემდეგ, სამხრეთ აზერბაიჯანის საბჭომ, ასეთი პლატფორმამ განცხადება გააკეთა, სადაც სახელდაგვარები არ წერია, ანუ კონკრეტულად ვინ გააკეთა არ ვიცით, მაგრამ საზოგადო მოღვაწეების სახელით გავრცელდა აი ამ რეგიონის, რომ მათ იმედი აქვთ, რომ ილჰამ ალიევი და აზერბაიჯანი მათ უსაფრთხოებაში წვრილ შეიტანს და დაიცავს მათ ასე შემდეგ. ანუ აშკარად ეს სეპარატისტული გზავნილები გარკვეულწილად აქ ჩნდება და ერთი კონტექსტი არის. ანუ რამდენიმე მიზეზს დავასახელებ, ყველაფერი ეს არის ვარაუდი. რატომ ვარაუდი? იმიტომ რომ ზუსტად არავინ არ იცის ირანელების კონკრეტულად ამ თავდასხმის უკან რა დგას. პირველი ყველაზე ლოგიკური ვარაუდი არის შემდეგი. ირანი ბომბავს მეზობელ ქვეყნებს იმისთვის, რომ აიძულოს ამ ქვეყნებს, რომ გარკვეული ზეწოლა მოახდინონ ამერიკაზე და ისრაელზე და ამით ომი მალევე შეჩერდეს. ომი თუ შეჩერდება, ირანის რეჟიმი გადარჩება. და შესაბამისად დარტყმები საამიროებზე, კატარზე, ქუვეითზე, ბაჰრეინზე, საუდის არაბეთზე, კვიპროსზე, ყველაფერი აი ამის ნაწილი არის ჩემი აზრით. აზერბაიჯანზე დარტყმაც შეიძლება ამის ნაწილი იყოს. მეორე მომენტია, რომ მართვის სისტემა არის დარღვეული, ამას აღიარებს პრინციპში საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის, ამბობს, რომ მათ შეიარაღებულ ძალებში ერთობლივი კონტროლი ასეთი არ არის და ამიტომ ომანს დაარტყეს. მათივე მოკავშირე არ არის, მაგრამ ნეიტრალური შუამავალი არის ომანი და ომანსაც დაარტყეს. ასე რომ ლოგიკური არ არის ეს და როცა კითხეს, ოკეი, ომანს რატო დაარტყით და შესაძლოა ეს კოორდინაციის ნაკლებობის გამო იყოს. ნუ ამას გადავთარგმნი, როგორც ეს ნიშნავს, რომ შეიარაღებულ ძალებში არის ქაოსი მართვის მიმართულებით. მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ქაოსთან ერთად შესაძლოა ქაოსის საბაბი იყოს გამოყენებული. აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური ჩემი აზრით ვარაუდი, რომ ქაოსი არის საბაბი, მათ შორის ნაწილობრივი ქაოსი არის, მაგრამ სადაც ქაოსი არ არის, შეიძლება ქაოსის საბაბით, ქაოსის მიზეზად დასახელებით დარტყმები განახორციელოს ამ ქვეყნებზე იმის გამო, რაც წეღავ თქვი, რომ ზეწოლა მოახდინოს და აზერბაიჯანზეც დარტყმა შეიძლება იყოს აი ამ პოლიტიკის ნაწილი, იმიტომ რომ აზერბაიჯანიც როგორც საამიროები, როგორც ბაჰრეინი, კატარი არის პატარა, მაგრამ დიდარი და ბუნებრივი რესურსებით დიდარი ქვეყანა, სადაც ასევე თუ იქ დაარტყა ნავთობის გადამუშავების ცენტრებს, შესაძლოა აზერბაიჯანშიც მოხდეს ასეთი დარტყმა, განსაკუთრებით ბაქო, თბილისი, ჯეიჰანის მიმართულებით. ანუ კონკრეტულად გულისხმობ ამ ბაქო, თბილისი, ჯეიჰანის
იმ მონაკვეთს, რომელიც იწყება აზერბაიჯანიდან, სადაც ხდება ამის გადამუშავება და ნავთობსადენში, ასე ვთქვათ, შესვლის პროცესი, საიდანაც იწყება ნავთობის. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ბაქოდან არცისზე შორს ტერმინალი არის სპეციალური ამისთვის. შესაბამისად, მე ვფიქრობ, ეს გადაჯაჭვული მიზეზები არის. არის კიდე ერთი სპეკულაციური მიზეზი, რომ მაგ ბაზაზე იყო ისრაელის დრონები და ასე შემდეგ და შესაძლოა ამის გამო, ეს არის სპეკულაცია, ფაქტი ამის მტკიცებულება ამ მომენტისთვის არ არსებობს, თუმცა გამორიცხული 100%-ით არ არის, რადგანაც ჩვენ ვიცით ისრაელის და აზერბაიჯანის ესე იგი თანამშრომლობა და შესაძლოა პრინციპში ირანს ჰქონდეს ასეთი ეჭვი ამ მიმართულებითაც, თუნდაც თუ ეს არ ამის მტკიცებულებები არ არსებობს, მაინც ეჭვი შეიძლება ჰქონდეს. ეს არის დაახლოებით ვერსიები, რაც ამ მომენტისთვის არსებობს. მე ვფიქრობ, რომ გარკვეული ნაერთი არის აი ამ ყველა ვერსიის და რეალურად პირველ რიგში მიზნად ისახავს ომის ლოგიკის გაფართოებას. თვითონ თავდასხმა იქ აეროპორტზე, რა თქმა უნდა, საგულისხმო არის, რომ შესაძლოა აი ამ აეროპორტზე რაღაცა ხდებოდა, მაგრამ ამის მონაცემებიც არ გვაქვს, თუ რა შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ პრინციპში რა კადრებიც ვნახეთ და რა რეაქციაც რაც ვნახეთ აზერბაიჯანის მხრიდან, პირველი რეაქცია იყო, რომ დავარდაო და ეს დრონი და გავარკვევთ, ანუ აშკარად და ირანმა რა თქვა? ირანმა თქვა, რომ ეს ჩვენ კი არ დავარტყითო, არამედ ეს არის ისრაელის პროვოკაცია. ასე რომ ეგ ლოგიკა საერთოდ გამორიცხულია, მოკლედ და ამის ფარგლებში და ისრაელის პროვოკაცია წარმოუდგენელი არის. ახლა იქ რანაირად უნდა ყოფილიყო, თან თვითონ ირანი არ უარყოფს, რომ მათი გასროლილი არის, ანუ ბოლომდე ვერ უარყოფენ მაგას. იმიტომ რომ მარტივი არ არის რეალურად, რომ ესეთი რამე, ანუ შეგიძლია დრონიც ბოლოს და ბოლოს იპოვო იქ, რაც დაეცა მთლიანად არ ფეთქდება და აღმოაჩინო რა დრონი არის და დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანი ამას მალევე გააკეთებს და ზუსტად გვეცოდინებ ახლა თუ არის შაჰიდი მაგალითად ირანული დრონი, ახლა საუბარი იმაზე რომ ისრაელმა მიაყენა ეს დარტყმა უბრალოდ არა სერიოზულია. აქვე პრინციპში მნიშვნელოვანი აღნიშნოთ, რომ ორი ადამიანი არის დაშავებული. ილჰამ ალიევის განცხადებები მაგის შემდეგ საკმაოდ მკაცრი არის და ის რომ ჯარები არის მობილიზებული აზერბაიჯანის დიდი ხანია უკვე, პრაქტიკულად დიდი ხანი გააჩნია რას გულისხმობ, ხო? ჩვენი აი ამ დროის ფარგლებში ახლა რაც მიმდინარეობს, 2-3 დღე არის აქტიური მობილიზაცია აქვს აზერბაიჯანულ ჯარს საზღვარზე, განსაკუთრებით გუშინდელი დღიდან, დღეს კიდევ გასცა ბრძანება ილჰამ ალიევმა ახლა აი ამ მოვლენების შემდეგ და თქვა რომ ყველა დანაყოფი უნდა იყოს მზადყოფნაში ნებისმიერი ბრძანება შეასრულოს. აშკარად ჩდება აქ ელემენტი იმისა, რომ შეიძლება კიდევ უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში საომარ მოქმედებებში გადავიდეს სიტუაცია აზერბაიჯანსა და ირანს შორის. მით უმეტეს, როდესაც ეს თემა სამხრეთ აზერბაიჯანის ზოგადად არსებობს, მით უმეტეს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ შეერთებული შტატები CIA-ის მეშვეობით აპირებენ ქურთების შეიარაღებას ირანის ტერიტორიაზე და ქურთების მიერ აჯანყების დაწყებას. პირველი აჯანყების ელემენტები უკვე არაბების მიერ დაწყებული არის აჰვაზის რეგიონში, რომელიც ერაყთან საზღვარზე მდებარეობს სამხრეთში, ხოლო ერაყთან ცენტრალურ და ჩრდილოეთ საზღვარში და თურქეთთან საზღვარზეც ცხოვრობენ ძირითადად ქურთები. თურქეთმა დღეს გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება, რომლითაც თქვა, რომ მზად არის დაიცვას საკუთარი ქვეყანა ქურთული აი ამ საფრთხის გამო, იმიტომ რომ მათ მიიჩნევს მოკლედ ტერორისტებად ამ ქურთულ ძალებს. ამერიკის და თურქეთის ინტერესები აქაც მკვეთრად არ ემთხვევა, მაგრამ შესაძლოა თურქეთმა გამოიყენოს ეს მოვლენები საბაბად. რას გულისხმობ? კერძოდ, თუ შეერთებული შტატები დაიწყებენ ქურთების შეიარაღებას და ქურთების მეშვეობით იქ აჯანყებას, თურქეთმა, რაზეც ვისაუბრეთ, რომ ბუფერული ზონის მომზადებას იწყებს და ფიქრობს ამაზე, შესაძლოა დაიწყოს ბუფერული ზონის ჩამოყალიბება ირანის ტერიტორიის შიგნით, იმ კონკრეტული საბაბით,
რომ ქურთებისგან დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, შეიარაღებული ქურთებისგან, ამერიკელებისგან და ასე შემდეგ. და ამ ქურთებთან რა პრობლემები აქვს, აგერ საუბრობდით მთელი იანვარი პრაქტიკულად მაგაზე სირიაში რაც ხდებოდა. შესაბამისად, შესაძლოა თურქეთმა ისარგებლოს აი ამ მოვლენებით და ეს ბუფერული ზონა ნამდვილად შექმნას. თუ შექმნის ამ ბუფერულ ზონას, აზერბაიჯანს და თურქეთს შესაძლოა კიდევ თუ შეიქმნება საბაბი და საფუძველი, ამ ორმა ქვეყანამ შეიძლება ხმელეთით კავშირი ჩამოაყალიბოს სომხეთის სამხრეთით, ჩრდილოეთ, დასავლეთ ირანში. ანუ თურქეთი საკუთარი საზღვრიდან რომ გაფართოვდეს, წინ წავიდეს და აზერბაიჯანმა შეიძლება დაიწყოს პრინციპში სახმელეთო ოპერაცია. მხოლოდ იმ პირობებში, თუ საკმარისად დასუსტდება ირანი. ანუ ქურთების აჯანყების პროცესში, არაბების აჯანყების პროცესში აჰვაზის მიმართულებით, ბელუჯების აჯანყებაც არ არის გამორიცხული პაკისტანთან საზღვარზე, სადაც სუნიტი ბელუჯები ცხოვრობენ, ვისთვისაც ეს ისლამური შიიტური რეჟიმი მიუღებელია კატასტროფულად. შესაძლოა ჩვენ მივიღოთ აზერბაიჯანელების იქ ასე ვთქვათ აჯანყება ან ასევე პრინციპში სეპარატისტული პროცესები. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული საკითხებია და ამ ყველაფერს უნდა დავაკვირდეთ. აჩკარად არის, რომ აზერბაიჯანის საერო თავდაცვის სისტემები ზად არ იყვნენ ამ კონკრეტული პროცესისთვის, სავარაუდოდ არ იყვნენ სრულ სამხედრო მზადყოფნაში და არ ელოდნენ ასეთ მოვლენებს. თუმცა აზერბაიჯანს გააჩნია საერო თავდაცვა, ისრაელის წარმოების სხვადასხვა დონის და შესაძლებლობის, ამიტომ აზერბაიჯანი ამ მიმართულებით მზად არის. სომხეთს გარკვეული საერო თავდაცვის სისტემები გააჩნია, მათ შორის ბოლო პერიოდში აქტიურად ინდოეთიდან შეძენილი აკაშ სისტემები, ასევე მისტრალების სააერო თავდაცვის სისტემები, ოღონდ ასე ქვია უბრალოდ. ფრანგული სუბუქი საერო თავდაცვის სისტემები. აქ ამ კონტექსტში პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ საქართველოში ძალიან გვიჭირს. რის იმედად ვართ საერო თავდაცვის მიმართულებით, მე არ ვიცი. ნამდვილად და რა თქმა უნდა მაინტერესებს ხელისუფლება რის იმედად არის, ხელისუფლების მხარდამჭერები რატომ არ საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ 14 წლიანი მმართველობის თავზე არ გვაქვს სააერო თავდაცვის სისტემები. სააერო თავდაცვის სისტემა რომ პანაცეა არ არის და 100%-იანი გარანტია, ისრაელშიც ვნახეთ, საამიროებშიც ვნახეთ, მაგრამ საამიროებში 500 რაკეტიდან რომ 500 ჩამოაგდო და 500 დრონიდან 450 ჩამოაგდო, ეს უკვე უზარმაზარი ეფექტი არის და შესაბამისად საერო თავდაცვის სისტემები იმისთვის არ არის, რომ 100%-ით გარანტია მოგცეს, არამედ იმისთვის არის, რომ სულ მცირე 90%-ით მაინც მოგცეს გარანტია და დაგიცვას აი ასეთ რთულ ვითარებაში. მაშინ, როდესაც ჩვენ ასევე გავიგეთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ ოკუპირებულ აფხაზეთში, ასევე იყო დრონების თავდასხმა, იქ ცხადია, როგორც ვიგებთ, ეს არის უკრაინული და პრინციპში ჩვენთვის ეს საფრთხე კი არა, ანუ საფრთხე არ არის საქართველოს არანაირ საფრთხეს არ უქმნის, სეპარატისტულ ძალებზე ან რუსეთის ძალებზე არის საუბარი იქ, იმ კონტექსტში, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს მეტყველებს იმაზე და ჩვენ საუბრობთ თქვენთან ერთად ცხინვალშიც ასევე დრონების განთავსებაზე, რომ საერო თავდაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და საჭირო და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საქართველოსაც აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯები საერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების კი არა და ჩამოყალიბებისკენ, იმიტომ რომ რამდენადაც ვიცით, საკმაოდ სუსტად გვაქვს საქმე ამ მიმართულებით. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ პრინციპში რეგიონში ომი გრძელდება საკმაოდ აქტიურად, დაბომბვები ბოლო მონაცემებით ირანის ტერიტორიაზე აქტიურად გრძელდება, თეირანი იბომბება საკმაოდ სერიოზულად, ისევე როგორც ძირითადად დასავლეთ ნაწილი ირანის ტერიტორიის, მათ შორის ქურთები დასახლებულ რეგიონებში პოლიციის დანაყოფებს ესე იგი ბომბავს ისრაელი და ამერიკა, რაც ხელს უწყობს ქურთულ აი ამ შეიარაღებულ ძალებს. ასევე აქტიურად იბომბება რამდენიმე სხვა ქალაქიც რეგიონში, გულისხმობ ირანის ტერიტორიებზე, ქალაქებს
ამავდროულად დაბომბილი არის რიგი კიდევ ქალაქი, მაგალითად ხორამაბადი, მაგალითად ესე იგი ისფაანი, ასევე შირაზი, დაბომბილია ბუშერი და ასევე ბანდარ აბასი. ხოლო რაც შეეხება ესე იგი თავად ირანის მიერ გასროლილ ახალ დარტყმებს, ასე ვთქვათ, სირიის ტერიტორიაზე იყო აფეთქებები, ოღონდ ეს იყო ბალისტიკური რაკეტები, რომელიც მოდიოდა ირანიდან 2 საათის წინ დაახლოებით ან დღისით და ჩამოაგდეს ებრაელებმა და რეალურად ამიტომ იყო ეს აფეთქებები. მანამდე პრინციპში გავიგეთ, იყო საუბარი, რომ F-15 ჩამოაგდესო ირანის ცაში და ცენტრკომმა, ანუ ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ეს ტყუილია, სიმართლეს არ შეესაბამება. აფეთქებები იყო დღისით ერაყში, სამხრეთ ნაწილში ერაყის. აფეთქებები გრძელდება ყატარში, სადაც საერო თავდაცვა აქტიურად მუშაობს, საამიროებშიც, იქაც საერო თავდაცვა საკმაოდ აქტიურად მუშაობს და უნდა ვთქვათ ასევე, რომ ისრაელის მიმართულებით დარტყმები გრძელდება, თუმცა მნიშვნელოვნად არის შემცირებული დარტყმების რაოდენობა. გარდა ამისა, პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი პროცესები ხდება ლიბანის მიმართულებით და ესეც აუცილებლად უნდა განვიხილოთ. მანამდე გეტყვით კიდევ, რომ საუდის არაბეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დრონი იყო ჩამოგდებული ამ პროცესშივე და ერთი დარტყმა იყო ასევე განხორციელებული ომანის მიმართულებით, რაც ასევე საკმაოდ პრობლემური არის. ომანი რა შუაში არის, ესეც უცნაურია საკმაოდ. გეტყვით, რომ ირანმა ასევე დარტყმები განახორციელა ერაყის ტერიტორიაზე სასაზღვრო რაიონში ოღონდ და წერტილოვანი დარტყმები, კერძოდ ქურთების შეიარაღებული ძალების მიმართულებით და განაცხადა, რომ აი ამ ქურთულ ძალებს ებრძვის, ანუ ქურთები პრაქტიკულად აქტიურად გახდნენ ახლა კიდევ ერთხელ აი ამ მთელი კონფლიქტის ეპიცენტრში და რეალურად ხედავთ ასეთ განვითარებას, ანუ ირანს ესმის, რომ ქურთული მიმართულება შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მწვავე საფრთხე სწორედ ერაყთან საზღვარზე და აქ შეიძლება პრინციპში სახმელეთო ბრძოლებიც დაიწყოს უახლოეს მომავალში. აქსიოს ამერიკელმა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა, რომ რეალურად აპირებს შეერთებული შტატები ქურთების მხარდაჭერას, რომ გარკვეული ტერიტორია დაიკავონ ირანის სიღრმეში, ანუ ირანის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი. ბაჰრეინის მიმართულებით დილით ადრე იყო დარტყმები ამერიკულ ბაზის მიმართულებით. ყატარში კიდევ მიმდინარეობს საელჩოს, ამერიკული საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ევაკუაცია, რადგანაც საელჩოს მიმართულებით მოსალოდნელი არის შემდგომი დარტყმები. გარდა ამისა, აქვე შევეცდები ძალიან მოკლედ გაგაცნოთ ინფორმაცია, რაც ხდება ლიბანის მიმართულებით. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ცაჰალმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია და 5 მიმართულებით რეალურად შესული არიან ლიბანის ტერიტორიაზე სამხრეთიდან და მაღლობლები აქვთ, ანუ მაღალი ადგილები აქვთ დაკავებული იქ. ევაკუაციის ბრძანება არის გაცემული მდინარე ლიტანის სამხრეთ ნაწილში და დაბომბვები აქტიურად მიმდინარეობს. ჰეზბოლაჰიც პრინციპში ჩართული არის ბრძოლებში და აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისრაელი ემზადება კიდევ უფრო ფართო კონკრეტულად ფართო ოპერაციისთვის. 20 წუთის წინ სულ ახალი ინფორმაცია გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბეირუთში, იმ უბანში, სადაც ჰეზბოლაჰი არის განთავსებული, იწყება ევაკუაცია, მოსახლეები ტოვებენ ამ უბანს, რადგანაც ისრაელმა გააფრთხილა, რომ დატოვონ ეს უბანი, იქ იგეგმება ძალიან მასშტაბური დარტყმები ოდნავ მოგვიანებით. ამ მომენტისთვის ისრაელში ძირითადად ცენტრალური რაიონი, ანუ თელ-ავივ-იაფოს რაიონი არის განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ ბოლო პერიოდია, ანუ გულისხმობ სხვა რაიონებში ქვეყნის და ჩრდილოეთი ლიბანიდან
ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ იემენის ჰუსიტები პასიურობენ, საერთოდ არაფერი ისმის ამ მიმართულებით, თუმცა შეიძლება ნებისმიერ დროს ჩაერთონ ომში პრინციპში და აქ, რა თქმა უნდა, სომალილენდის ამბავი არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. გახსოვთ ეს საკითხი, თქვენთან ერთად განვიხილეთ და ამით ისრაელმა მნიშვნელოვნად აღკვეთა ასევე იქ კონკრეტული ქმედებები. ამით პრინციპში ძვირფასო მაყურებლებო, შემოვიფარგლები, ეს არის ამ მომენტისთვის არსებული მდგომარეობა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა არის, კრიზისი და ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. აუცილებლად არ გვავიწყდება დალაიქება, კომენტარების დაწერა, არქის გამოწერა და გაწევრიანება, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვდებით შემდეგი გადაცემის დროს.